მოგესალმებით, დღეს არის e-commerce review-ს შემდეგი ეპიზოდი. გთხოვთ, რომ ჩვენი არხი გამოიწეროთ და დაგვალაიქოთ. დღეს ვართ სტუმრად ერთ-ერთ ძალიან საინტერესო სტარტაპთან, ეს არის სტარტაპი Buildy, რომელიც ფაქტიურად სამშენებლო და სარემონტო სექტორებს აერთიანებს ერთ აპლიკაციაში. ძალიან საინტერესო პროექტია და მოდით ახლა გავიგოთ დეტალები. ჩვენი მასპინძელი არის თეო ზანგურაშვილი, პროექტის თანადამფუძნებელი და დიდი მადლობა თეო, რომ დავთანხმდით ინტერვიუზე და თუ შეიძლება რომ გითხრათ, საიდან გაჩნდა Buildy-ის იდეა და რა პრობლემებს და რა გამოწვევებს პასუხობს Buildy. მოგესალმებით, პირველში მადლობა ლადა მოწვევისთვის. Buildy-ის იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც ორი ძალიან განსხვავებული ინდუსტრიის ადამიანები ერთად შევიკრიბეთ, ეს იყო ტექნოლოგიების სფეროდან, კომპანია Noxton-ის გუნდის წევრები და სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია CMC-ის გუნდის წევრები და როდესაც დავსხედით, ერთად საუბრობდით, რა შეიძლებოდა რომ ამ სფეროსთვის შეგვექმნა ახალი და ის გამოწვევები, რაც დღეს აქვს, პირველ რიგში ის, რომ ყველაზე ნაკლებად გაციფრულებული არის და ტექნოლოგიურ პროდუქტებს ყველაზე ნაკლებად იყენებს დღეს სამშენებლო სექტორი. გვინდოდა რომ აი ეს ნიშა, რაც სამშენებლო ძალიან აკლდა, შეგვევსოდა ამ დისკუსიიდან, კვლევიდან, მსჯელობიდან გაჩნდა სწორედ Buildy-ის იდეა და აქედან დავიწყეთ და მოვიყვანეთ დღევანდელ დღემდე. ძალიან მაგარია. თეო, Buildy რეალურად მუშაობს ისეთ სექტორში, ეს სამშენებლო სარემონტო სექტორია, რომელიც ყველაზე ნაკლებად იყო გაციფრულებული რა და თქვენ როდესაც ეს შეძელით, აი ბიზნესმა როგორ მიიღო ეს მოდელი რა, რამდენად წამოყვნენ აი ამ პროექტში რა. ზოგადად ტრადიციული სექტორის გაციფრულება ყოველთვის ძალიან რთულია, იმიტომ რომ მიმღებლობა ზოგჯერ ამის ნაკლებად აქვთ, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში გაგვიმართლა იმ კუთხით, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი მომწოდებელი პირველივე დღიდანვე ჩვენი მხარდამჭერი გახდა. ამის დამსახურება არის, რომ დღეს უკვე 50-ზე მეტი მომწოდებელი ყავს აპლიკაციაში და ეს იმასაც ხას უსვევს, რომ თვითონაც ჯერათ ამიდა ის და იციან, რომ საბოლოოდ e-commerce ძალიან დიდ წილად ჩაანაცვლებს იმ offline გაყიდვებს, რაც დღეს აქვს. ამიტომ ამ კუთხით ეს დობა თავიდან გვქონდა ჩვენი მომწოდებლებისგან და პარტნიორებისგან და თქვათ, ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ Buildy უფრო სწრაფი ტემპით განვითარდა. როგორ ეხმარება Buildy კომპანიებს ონლაინ გაყიდვებში რა და თქვათ მომხმარებელთან კომუნიკაციაში, აი ამაზეც რო ვისაუბროთ რა. კი ბატონო, კომპანიებისთვის Buildy არის რეალურად გაყიდვების დამატებითი ახალი წყარო და Buildy ამ შემთხვევაში ასრულებს შუამავალს პოტენციურ მყიდველს და კომპანიას შორის. რეალურად თლიანი შესყიდვის პროცესს Buildy-ის გუნდი ამენეჯმენტებს და საბოლოოდ უშუალოდ მარაგების დაზუსტებაში, პროდუქტის ხარისხის გადამოწმებაში, რა თქმა უნდა, კომპანია გვყავს ჩართული და მთლიან სერვისს, ასე ვთქვათ, საკურიერო იქნება ის თუ ინფორმაციის დაზუსტება, ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს და ამ კუთხით კომპანიას არ უწევს რომ მაგალითად დამატებითი რაღაც ონლაინ ვებგვერდი შექმნას ახალი და შეუძლია რომ პირდაპირ უკვე არსებული გამოიყენოს, სადაც თლიანი მომხმარებლის flow ყველაფერი გატესტილი შემუშავებული არის და დარწმუნებულები ვართ რომ რაღაც user-ისთვის ეს ძალიან მარტივი პროცესი არის. ანუ ფაქტიურად გამოდის რომ ვიღაცას თუ შემოაქვს მაგალითად რაღაცა სამშენებლო მასალები და რაღაც და ვთქვათ ციფრულ არხებთან საერთოდ კომუნიკაცია და შეხება არ აქვს, ძალიან მარტივად შეუძლია რომ თქვენთან დაერთდეს და ჩვეულებრივად გაყიდოს თავისი პროდუქცია უკვე თქვენი არხის საშუალებით, ხო? კი, დამატებით არანაირი ტექნიკური სამუშაოს ჩატარება თავის მხარეს არ უწევთ. ჩვენი მხრიდან ხდება ყველაფრის, ასე ვთქვათ, მონიტორინგი, გამართვა, ინტეგრაცია ამ პროდუქტების მარაგების სისტემებთან, ასე ვთქვათ, დასინქრონება ამ ყველაფრის და კი, ადგილზე მიტანაც საკურიერო პროცესას თავიდან ბოლომდე ჩვენ უზრუნველყოფთ. ჩვენ ყველაზე მეტად კომპანიის გამგვრაც გვჭირდება არის სწორი ინფორმაცია პროდუქტებზე, მარაგებზე და დანარჩენს უკვე ჩვენ რაც ალბათ ცოტა რთული არის რა. კი, მთავარი გამოწვევაც ალბათ ეგ არის ჩვენ შემთხვევაში. რადგან Buildy არის ასე ვთქვათ e-commerce, რამდენად ადვილია დაუშვათ მომხმარებლისთვის მთელი ეს flow რა, ანუ აი ეს გზა დაუშვათ ძებნა, შეკვეთის გაკეთება და მე უკვე ადგილზე მიტანა. კი ბატონო. პროდუქტის ნაწილში საკმაოდ აქტიურად მუშაობთ იმაზე, რომ მაქსიმალურად გამართული მომხმარებლის გამოცდილება გქონდეს. აქედან გამომდინარე, თითქმის მუდმივად ყოველდღიურად ვაკვირდებით, რომელი მომხმარებელი როგორ იქცევა ჩვენს პლატფორმაზე და ამის მიხედვით მუდმივად შეგვაქვს ცვლილებები. ყველაზე მნიშვნელოვანი Buildy-ის შემთხვევაში არის ის ფილტრები, კატეგორიები, ძიების ფუნქციონალი, რაც გვაქვს, რადგან ძალიან ბევრი პროდუქტი გვაქვს, სამშენებლო პროდუქტებს ძალიან ბევრი მახასიათებელი აქვს ფუნქციონალის კუთხით აღწერა და ვცდილობთ, რომ ეს
ძიების პროცესი იყოს ძალიან გამარტივებული და ვისაც გამოუყენებია, ყოველ ხდება ხოლმე რომ ეს ფილტრები, კატეგორიზაცია ბევრად მარტივია, რომ სწრაფად იპოვო ის, რაც გჭირდება რეალურად ჩვენი რემონტისთვის. ხო, ну თან წარმომიდგენია ალბათ 10,000-ობით პროდუქტი გაქვთ და საკმაოდ ბევრი არის, კი. თან ყველა თავისებურად ეძახის სხვადასხვა პროდუქტს, ხო, ყოველ რაღაცა სლენგსაც, ტერმინებით, ზოგი თუნდაც უცხოურ ტერმინებს იყენებს და ესეც დასინქრონებული გვაქვს, რომ როგორი ტერმინიც არ უნდა ჩაწერო, შენ სასურველ პროდუქტს მაინც იპოვი რეალურად. აი მე მაგალითად სიმართლე რომ გითხრა მქონია შემთხვევა, რომ რაღაცას ვეძებდი და 5-6 სხვადასხვა საიძე მომიწია ძებნა და ხა ბილდის შემთხვევაში ძალიან პრაქტიკული და მარტივია. რომ რა ვიცი ერთ საიძე მოვძებნი პროდუქტს, შემდეგ შევარჩევ და რომელიც მომწონს, თქვათ, იმას შევიძენ რა. კი, ზუსტად და თან დამატებით გვაქვს შედარების ფუნქციონალი, სადაც შეგიძლია რომ მაგალითად 10 მომწოებლისგან ერთი პროდუქტი არჩიო და ნახო ფასი, მიწოდების დრო, მახასიათებლები, რითი რა განსხვავდება, ასე თქვა და ნუ რემონტის დროს თავი გამოწვევთ ეს აქვს ხოლმე ყოველას, რომ ოფლაინ ყველგან ჩამოიარე, ყველგან დაარეკე ფასები გაარკვიო, ძალიან დიდი დრო მიაქვს ამ ყველაფერს. და ჩვენთან ასე თქვა დიდი ბაზა გვაქვს და საქართველოში რაც კი ხელმისაწვდომი არის, თითქმის ყველაფერს ვაერთიანებთ. და ნუ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ალბათ ის არის, რომ თუ მაგალითად 10 მომწოდებლისგან შეიძენ, 10 მომწოდებლისგან ერთი კურიერი მოგიტანს ამ ყველაფერს და ერთი საკურიერო თანხას იხდის საბოლოო ჯამში. და არა 10 სხვადასხვა საიტზე. ეგეც ძალიან მაგარია რა, კი და საკმაოდ ბიუჯეტურიც გამოდის ისეთი მომხმარებლებისთვის, რომლებიც რაღაც დიდ რემონტს აკეთებენ, დიდ პროექტზე მუშაობენ და ჭირდებათ, რომ ბევრი სხვადასხვა ბრენდის პროდუქცია გამოიწერონ. ბოდიში და კიდე ესეთი კითხვა მაქვს საქართველოს მასშტაბით რა თქმა უნდა ხო და არა მარტო თბილისი. კი, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ რეგიონშიც ასე თქვათ გვაქვს საკურიერო სერვისი. ვაუ, ძალიან მაგარია. თეო, ბილდის მომხმარებლები რა ტიპის ბიზნესები უფრო არიან? რა ვთქვათ, მსხვილი ბიზნესი, მცირე ბიზნესი, თუ რა ტიპის ბიზნესები გამოიყენებენ ყველაზე ხშირად ბილდის? ბილდის მომხმარებლები რეალურად რამდენიმე კატეგორიად იყოფა. ერთი არის ადამიანები, ვინც თვითონ აკეთებენ რემონტს და ჭირდებათ დახმარება, რომ ეს მასალები მოიძიონ და ბილდის პლატფორმა ამ ყველაფერს უმარტივებს. მეორე მხარეს ყავს ასევე სარემონტო კომპანიები და სამშენებლო კომპანიები, რომლებსაც ასე ვთქვათ, ვეხმარებით თავიანთი შესყიდვების პროცესის გამარტივებაში, რადგან დღეს უწევთ, რომ ყავდეთ დიდი შესყიდვების დეპარტამენტები, რომლებიც რაღაც ხელით, ექსელებით, ტელეფონებით არკვევენ ძალიან ბევრ ინფორმაციას. კი, რა თქმა უნდა და დრო რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის. და ესეთი კომპანიებისთვის ბევრად მოქნილები ვართ იმ კუთხით, რომ ერთიანად შეგიძლია ყველაფერი დააზუსტო, გაარკვიო, გამოიწერო და ეგ ასე ვთქვათ, დროითი რესურსი რეალურად შეავსოს თან ხანერად. ყველაზე კარგი ის არის, რომ შესყიდვების რისკებსაც აგდებს ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა. ძალიან მაგარია. აი დაუშვათ მსხვილ კლიენტებთან თუ არის ვთქვათ ინდივიდუალური შეთავაზებები თუ შეიძლება იყოს ვთქვათ აი მომხმარებლის ქცევიდან გამომდინარე ბილდის თუ აქ ისეთი მოდელი რომ მაგალითად შეუძლია რომ რაღაც სპეც შეთავაზებები გაუკეთოს თავის ისეთ ერთგულ მომხმარებლებს. კი, ამ ნაწილზე აქტიურად მუშაობთ. რეალურად, რადგან რემონტი და მშენებლობა ძალიან სპეციფიკური პროცესი არის, ძალიან რთული არის, რომ ერთი სერვისი ყველას მოერგოს. და ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ, რომ მომხმარებლები პირდაპირ გვიკავშირდებიან, რომ მაგალითად რაღაც სხვა გამოწვევა აქვთ და უნდათ რომ ამ გამოწვევაში გადალახვაში დავეხმაროთ. შეიძლება იყოს რაღაც ლოკაცია ცოტა მიუდგომელი ან არ იცოდნენ, რომელი მასალა ჭირდებათ და ჩვენი რეკომენდაციით ხშირად ითვალისწინებენ და სხვას ყიდულობენ ხოლმე და ამ ნაწილში ვცდილობთ, რომ აქტიურად ჩვენც ჩავერთოთ. და გარდა იმისა, რომ მაგალითად e-commerce ვართ, სადაც პროდუქტები შეგიძლია მოიძიო და ასე ვთქვათ, შეიძინო, ვცდილობთ რაღაც კონსულტაციაც ჩვენ მომხმარებლებს გავუწიოთ, განსაკუთრებით ისეთ მომხმარებლებს, რომლებიც პირველად აკეთებენ რემონტს და არ იციან რომელ ბრენდ შორის რა განსხვავებაა და რატომ დაარჩიონ კონკრეტული წება მეორე წებასგან განსხვავებით და ასე შემდეგ. და ნუ კომპანიების მხარეს განსაკუთრებით ჭირდებათ ხოლმე ეს მათზე მორგებული შეთავაზებები, რადგან ნუ ყველა სარემონტო სამშენებლოს კიდე სხვა ინდივიდუალური გამოწვევების წინაშე რა ტექნოლოგიურ გამოწვევებს აწყდებით, თქვათ, პლატფორმის განვითარებისას რა? მთავარი ტექნოლოგიური გამოწვევა რაც გვაქვს, ალბათ არის ისა მარაგების სიზუსტე და სისწორე. ეს ყველა სამშენებლო კომპანიის მასალების მომწოდებლის გამოწვევა არის, რომ ის პროდუქტი თავის ფოტოებით, ინფორმაციით იყოს მაქსიმალურად გამართული, იმიტომ რომ e-commerce-ის შემთხვევაში ამას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. და ამ ნაწილშიც ბევრ კომპანიასთან ჩვენ ვერთვებით ხოლმე ამ პროცესში, რომ ეს ინფორმაცია რაც აქვს, გავაციფრულოთ, რაღაც ერთ ფორმატში მოვიყვანოთ, კი. იმიტომ რომ საკმაოდ
დიდი გამოწვევა იყო ჩვენთვის თავიდან, როცა ეს პროექტი დავიწყეთ, რომ რაღაც ერთიანი ბაზა შეგვეკრა და კომპანიები, რომლებსაც არ აქვთ გამართული მარაგების სისტემა, იმათთან გვემუშავა, რომ როგორღაც ეგ ნაწილი გაგვემართა, ასე ვთქვათ. და შედეგები საბოლოოდ ჰქონდა მოკუთხით, რადგან მე ყველა დავაინტეგრირეთ უკვე ჩვენთან. ხელოვნური ინტელექტი თუ იყენებთ რა. ხელოვნური ინტელექტზე აი ეხლა მალე დაგვემატება ერთი ძალიან საინტერესო ფუნქციონალი, რომელიც უკვე ძიების პროცესში და სასურველი პროდუქტის შერჩევაში დაეხმარება ჩვენს მომხმარებელს და მე აი ჩვენს პეიჯებზე ამას დავაანონსებთ აუცილებლად. მაგარია. თეო, ხედავთ თუ არა ბილდის განვითარებას მაგალითად სხვა კატეგორიებში და რეგიონულ ჭრილში თუ უყურებთ რა? სხვა კატეგორიებში ამ ეტაპზე ნაკლებად განვიხილავთ, რადგან სამშენებლო სფერო ისედაც ძალიან მოცულობითია და გვინდა რომ ეს სფერო დავამუშაოთ კარგად და რაც ჩვენს მომწოდებლებს, მომხმარებლებს ჭირდებათ ის ფუნქციონალი დავფაროთ სრულად და რეგიონულ ხედვასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბილდის ანალოგი პროდუქტი ესე არ არსებობს ჩვენს რეგიონში. ამიტომ ამ კუთხით ვფიქრობთ, რომ საქართველოსდან დავიწყებთ და მერე უფრო და უფრო გავიზრდებით ამ ნაწილში. ხო, იცი რა, სიმართლე რო გითხრა, მეც თქვათ თქვენთან მოსვლამდე რაღაცეებს ვნახულობდი და რეალურად ძალიან დიდი პოტენციალი გაქვთ რა ამ პროექტს აქვს მართლა უზარმაზარი პოტენციალი რეგიონის მასშტაბით რა. კი, ჩვენც ეგ ხედვა გვაქვს და გგონია რომ ძალიან საჭირო პროდუქტი არის გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო, როცა ეს ციფრული ტრანსფორმაცია უფრო და უფრო აჩქარდება და ვერავუალთ გზას იმას, რომ e-commerce-ების მოთხოვნაც რეალურად გაიზრდება. კი და ფაქტიურად ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგით იმით, რომ თვითონ სექტორის გაციფრულება დაიწყეთ რა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რა. კი ბატონო, ნამდვილად. და ბოლო კითხვა მაქვს, როგორი არის თქვენი გეგმები 2026 წლისთვის რა? თუ შეიძლება ამაზეც რო ვისაუბროთ, უბრალოდ თუ რა თქმა უნდა კონფიდენციალური არ არის. 2026 წელს პირველი გეგმა ალბათ გვაქვს ის, რომ ტექნოლოგიური ინოვაცია უფრო მეტად შემოვიტანოთ ჩვენს პროდუქტში, ხელოვნური ინტელექტი ვახსენეთ და ეს ჩვენც აქტიურად გვინდა რომ გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მომხმარებელს კიდევ უფრო გაუმჯობესებული სერვისი შევთავაზოთ და ჩვენი გეგმა, რაც თითქმის ყოველ წელს არის ის, რომ კიდევ უფრო მეტი ახალი პარტნიორი დავიმატოთ ჩვენს აპლიკაციაში, ქვეკატეგორიების და კატეგორიების ასორტიმენტი უფრო გავამრავალფეროვნოთ და ასევე გვინდა რომ აქტიურად რეგიონებსაც მოვემსახუროთ, რაც უკვე დაწყებული გვაქვს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი აქცენტი გვინდა რომ ამ ნაწილზე გავაკეთოთ. ძალიან კარგი. დიდი მადლობა და მინდა რომ ბევრი წარმატება გისურვოთ. პირიქით, მადლობა თქვენ. წარმატება.